კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოების ეთერის სტუდიაში მუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი მეგი მაზმიშვილი. ხოლო რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, სტუმრად გვეწვია მხატვარი ლიზი ვარაზი. ლიზი საღამოშვიდობის. მე ანონსიც აღვნიშნე და ამჯერადაც მომწევს და მინდა აღვნიშნო, რომ ლიზი არის საფთ ვარაზის ქალიშვილი, მაგრამ ჩვენ დღეს ვხვდით არა იმიტომ, რომ ის არის ცნობილი მამიშვილი და კარგი მხატვრის ქალიშვილი, არამედ იმიტომ, რომ ის არის კარგი მხატვარი და ძალიან საინტერესო ადამიანი. ადამიანი, რომელიც რაღაც გარკვეულ პერიოდამდე არ ხატავდა, მაგრამ ვიდრე აქამდე გადავიდოდეთ, თვითონ დავიწყოთ იქიდან, რომ შენ ხარ ძალიან გატაცებული ისეთი საინტერესო ფილოსოფიით, როგორც არის ინდური ფილოსოფია, რომელიც არის ერთ-ერთი უაღრესად ყველაზე ისეთი მშვიდი, ყველაზე უპრეტენზიო და უამბიციო. შეიძლება ასეც ითქვას. და ანუ როგორ მოხდა რა ასაკში დაინტერესდი ხა ეს ინდური ფილოსოფიით უცებ არ ინტერესდი მე კონკრეტულად ვერ ვიტყოდი რომ ინდური ფილოსოფიით არ დაინტერესებული უბრალოდ სადაც პოულობ სიმშვიდეს ის მამშვიდებს ვერ ვტაცდები მშვიდები და ალბათ ნახატებში თანდათან წამოვიდა თავისით რაღაც ინფორმაციებით ხა თქვენ რომ თქვით უფრო დავფიქრდი რომ ესე იგი უფრო ჩანს. კი, ტილებში არის რაღაცა საოცრად შემშვიდე იგზნობა და აი ეხლა რომ დავიწყოთ საუბარი თვითონ სიმშვიდეზე, თქვენი დამოკიდებულება სიმშვიდის მიმართ გამახსენდა ეს ეკლესიასტეს აქვს თუ არ ვცდები ერთი პეშვის სიმშვიდე ჯობია ამავებით სავსე ქოთნებს. სწორად არის ნათქვამი. თუმცა თქვენი დამოკიდებულება სიმშვიდისადმი ძალიან საინტერესო, სწორედ ისეთი როგორც უნდა იყოს და არა ეს არ გულისხმობს ინდიფერენტულობას, ვიდრე ამაზე გადავიდოდეთ, მანამდე მინდა რომ სმენელს შევახსენოთ, თუ თქვენ გსურთ რომ ლიზის თქვენი კითხვები დაუსვათ, ან თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ, შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778, SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, SMS სერვისით რადიო იმეს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართი SMS-კოჯი, ტელეფონი კი 294014. შეეხება ამ სიმშვიდეს, რომელიც ჩვენს დროში ძალიან ცოტაა და ნაკლებია. შეიძლება სხვა დროებშიც ესე იყო წარსული ბუნდოვანია და ამიტომ გონია რომ მაშინ სხვაგვარად ხდებოდა რაღაცები. ეს არ არის განურჩევლობა მოვლენების მიმართ. რა თქმა უნდა. განურჩევლობა ნამდვილად არ არის და შეუძლებელია რომ ეს იქნება არა სიმშვიდე, არამედ გულგრილობა და ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რომელიც ერთგვარი სულის დამბლა, გულგრილობა ალბათ. ხო, გეთანხმებით ნამდვილად ასე ის. და თქვენ აი მიხედავთ ამისა, რომ ეს სიმშვიდე არ გულისხმობს იმას, რომ წყნეთში ჰამაკში წამოგორებას, ეს გულისხმობს მეგაპოლისებში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეგაპოლისში როდესაც პოულობ რაღაც იმას, რაც გაცლევს დადებიც, რაც გამშვიდებს, ძალიან დიდი ბედნიერება. ეხლა მე ვფიქრობ, რომ წყნეთში, გამაკში ან სადმე ოაზისში იქ უბრალოდ არაფერი არ შეგაწუხებთ ისედაც. და დიდი სირთულეებს არ ექნება რაღაცა. ეს სიმშვიდე არ არის, უბრალოდ რაღაცა უფრო რელაქსაცია იქნება. და აი ეს საკუთარ თავის არ დაკარგვა რა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ადამიანისათვის, მით უმეტეს ჩვენ საუბრობდით კიდეც ეთერს მიღმა, რომ რაღაცა გარკვეული მოდა შემოდის ყოველ ეპოქაში, თუნდაც ჯერ კონდას ძაგება თქვენ ხალისობდით, რომ ახლა ძალიან მოდურია. იყო ესღაც დრო, როცა მოდაში იყო მელანქოლია, ამბობენ რომ 19 საუკუნეში ეს იყო ესეთი მოდა იყო მელანქოლიაზე და ორიგინალობენ ისე, როგორც მოდაშია ორიგინალობა.
კარგად თქვით მოეწონა. აი ამასობაში როგორ არ არის რამე ცდუნება რომ აყვე აი ამ ყველაფერს. ცდუნება, რა თქმა უნდა, ცდუნება ყოველთვის არსებობს, იმიტომ რომ ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა, მაგრამ ის როდესაც რაღაცა მდგომარეობიდან თუ გამოვედი, ყნარად მშვიდად არის ძალიან დიდი ბედნიერება და რაღაცა თუ ვეცდები, ფიქრობ გამომივა. შეუძლებელი არაფერი არ არის და ამ ხრივ ვცდილობ რომ დადებითი ვიპოვა და აი თქვენთან შესახვედრად როცა ვემზადებოდი რატოღაც გამახსენდა რამდენიმე დღის წინ მოსმენილი ახალგაზრდა კაცი როგორც ჩიოდა სადღაც რომ აიცით რა ძალიან ცუდი ზოდიაქო მაქვს და ყველაფერი ამის ბრალია არსებობენ ასევე ადამიანები, ვისაც ძალიან ჯერათ ბედის წერის, ხო? ჩვენ ვერ დავდგენთ არსებობს თუ არ არსებობს, ეს სადაო საკითხია, ეს არის ერთგვარი როგორი ფილოსოფიური მიდგომა გაქვს, რომელი მიმდინარეობის მიმდევარი ხარ, მაგრამ აი თუნდაც იგივე ბედის წერა რო არსებობდეს, ალბათ ის ადამიანები უფრო საინტერესო არიან, ვინც მას არ ეპოებიან, ხო? იგივე მეც მე ფიქრობ რომ ადამიანი ჩვენ თვითონ ზრდით ჩვენ თავს ვანვითარებ ვეძებთ მე ესე ვფიქრობ და თუ ვიტყვი მე პირადად რომ ეს ჩემი ბედი ყოფილა მე ვფიქრობ რომ ესე კი ხელებს უშვებ დაბლა და სხვას ვაბრალებ ჩემ წარუმატებლობას მე თუ რაღაცა ვერ გავაკეთე ეს ვფიქრობ ჩემი ბრალი იქნება მხოლოდ და სხვა არავის არც ერთი ადამიანის და არც ერთი ძალის თუ მე რაღაც ვერ შევძელი. ესე იგი მე ვერ მიმოქმედებ. აი მაშინაც კი თუ დავუშვებთ რომ ბედის წერა რეალურად არსებობს. აი ესეთი დაშვება რომ დავუშვებთ. რომ ბედის წერა მაშინ შეგვიძლია დავჭდეთ და არაფერი არ ვაკეთოთ. თუ ბედის წერას დაველოდებით არაფერი ნუ გავაკეთეთ. არა მე მაქვს რომ თქვენ მაინც არ დანებდებოდით ბედის წერას. არ ვიცი. ალბათ ისე რომ ფიქრობდე არ ვიცი რას ვიზავდი ამიტომ. თულია კეთილი თქვენი ყოველი დილა ეს არის შემშურდა როცა თქვენ საუბრობდით ამაზე ყოველი ახალი დილა ეს არის ახალი მართლა ახალი დილა იმიტომ რომ ძალიან მიხარია ჯერ მარტო ის რომ გავიგვიცე უკვე ძალიან მიხარია მართლა მიხარია და ყოველი გათენება ეს იმას ნიშნავს რომ ამ დღეს კიდე რაღაც გაკეთება შეიძლება ანუ კიდევ მომეცა შანსი რომ რაღაცა გავაკეთო და ეს ძალიან დიდი სიხარულია. ბერს ხო არ აქვს ეს დღე. ამიტომ ანუ არასდროსიც რა იქნება ხვალ ახალი დღე თუ მომდევნო ცხოვრება. და აი თვითონ ამ ხვალინდელი დღის მიმართ დამოკიდებულება თქვენ ამბობთ კიდეც რომ ყველა რელიგიაში არის ის რომ ყველა რელიგია ცდილობს ადამიანებს მოუტანოს სიმშვიდე. ნამდვილად. და არა რელაქსაცია. არა რელაქსაცია სიმშვიდე. რელაქსაცია ცოტა სხვა რამე არის ჩემი აზრით და სიმშვიდე ის არის რატო ნერვიულობთ ყოველთვის იმიტომ რომ სულ მერეზე ვფიქრობთ და არა ეხლანდელზე ანუ ეხლა მე ვფიქრობ უფრო უხეშად რო თქვა ნაყოფიერი იქნება ჩვენი ცხოვრება თუ ვიცხოვრებთ ამ წუთას ვიფიქრებთ რა გავაკეთე რა ვიმოქმედე და არა ხვალ მე როგორ ვიმოქმედებ დღეს როგორ ვიმოქმედებ იმას ალბათ ხვალ სწორად ეგ გამოჩნდება დღესაც გავაკეთე აი აქ და ამჟამად თქვენ რა შეგეძლოთ რომ ჩვენ სათმე მოვხვდეთ და გადავინაცვლოთ მე თქვენ და მეკინ თორნიკეთს გავაყოლოთ ხელს ჩვენ საინფორმაციო დამკვირვებლად სტუმრად მოვედი და ძალიან მიხარია რომ მოვედი და მოდი დაგვიყოთ და წავთ ეხლა არ მოსახვითა და ნურსად მოწავალ თუმცა თქვენ გაქვთ ერთი ოცნება რომელიც გინდათ რომ ნახოთ კი ნამდვილად მინდა და ეს არ არის ხელოვნების ნიმუში არ არის ეს ხელოვნების ნიმუში და თქვენ თუ დამეხმარებით ძალიან მერიდება რომ ქართულად არ ვიცი რა ქვიან ისევე მოისიანეს პოლარული ციალის ნახო აი პოლარული ციალის ნახო და ძალიან მიუხედავად იმისა რომ ზამთარი ძალიან არ მიყვარს მაგრამ გავუძლებდი აი თქვენ ზამთარი არ გიყვართ თუმცა გიყვართ ძალიან ბევრი მზე ეს ჩანს თქვენ სტილოებშიც იმიტომ რომ იქ ფაქტიურად იღვრება მზე თუ არ ჩანს მაინც იღვრება მზე მიხარია რომ ესე ხედავთ
და ეს სპილოების ჩაბმული კავალკადა, რომელიც თქვენ სტილოებზე მიდიმოდიან, ესეც რაღაც საოცარი სიმშვიდის მომტანი არის ეს. თქვენ გიყვართ თვითონ სპილოები? ძალიან. ისევე როგორც ხვებს კატები და როგორც კატები თუ თიკუშები, უბრალოდ ცუდ სახში ვერ ბაკოლებო. სახელს არ რთული დაეტიოს. ცოტა რთულია. ხო. თან ცოდოა, ამიტომ ვიყო სადაც არა. მე მივალჯობია. თქვენ არ გაქვთ არანაირი კოლექცია? არა. არ გაქვთ ნივთებისადმი არანაირი მიჯოჭულობა? არა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ნივთები თქუნა ბოლო ადამიანს. იმიტომ რომ როდესაც რაღაცებზე ხდები მიჯაჭვული, ეს რაღაცები გაბრკოლებს. და შეიძლება ვიღაცებზე დრო აღარ კონდეს. და თვითონ ფლობის სურვილიც დამაბრკოლებელი ალბათ. ნივთის ფლობა ერთია და სურვილი კიდე ფლობის. მე პირადად არა მაქვს და არასდროს არ მქონია რომ არაფერი არ მინდა. ანუ რო რამე შევაგრო, რამე ნივთები მქონდეს, ან რისთვის უნდა მქონდეს არ ვიცი. მე ვერ ხვდები არ ვიცი. თუმცა თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო სულ სხვა კოლექცია, ეს არის კარგი მოგონებების, კარგი ფაქტების და დადებითი ამბების კოლექცია. კი, ეს მიყვარს. ეს ჩემ გაგრით არის ის რომ ნივთების მაგივრად თუ შეგროვდება კარგი და დადებითი ემოციები, მე ვფიქრობ ძალიან დიდი კოლექცია მექნება და მე ამ დადებითით ძალიან დამეხმარება იმაში რომ დავხატო. ხატვას ამ კოლექციას გამოვიყენებ, გამოსადეგი იქნება, ასე ვთქვათ. კი, ჩვენ ხატვას აუცილებლად შევეხებით თქვენს დამოკიდებულებას, თვითონ რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო და როგორ ხდება ეს ყველაფერი თქვენს თავს და როგორ იღვრება მერე ტილოებზე. მაგრამ მანამ სანამ ამ თემაზე გადავიდოდეთ, აი ეს იგივე დადებითი ემოციების შეგროვება, რომელიც ისევ და ისევ არ არის მოდაში, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ დროს მე მგონი ცოტა ტალახის სროლა არის უფრო მოდაში. თუ ესე არის სამწუხარო, მე მაინც იმედი მაქვს, რომ თქვათ ესეც არ არის და არის დადებითი ფიქრობ და თუ ასე არ არის, ესე იგი ჩამორჩმე ცხოვრებას და რა ვქოთ. არა, ეს მე მგონი პირიქით არის ანუ ეს წრეზე რო დადიხარ ხო იცით და გგონია რომ შენ ხარ ბოლოში და ამ დროს რო ისინი რო არიან ბოლოში. თქვენ ტელევიზორი არ გაქვთ? არა. არ არსებობს თქვენს ცხოვრებაში უკვე 8 წელია? თუ შეიძლება მეტი, 8 ნამდვილად. თუმცა თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის ჟღერს მუსიკა. კი, მუსიკის გარეშე შეუძლებელია ჩემთვის ცხოვრება. და როგორია თქვენი მუსიკა, რომელიც ჟღერს თქვენთვის? იცით არ მაინც ალბათ გავლენა აქვს თვითონ განწყობას როგორ ემოციებით ახარ და ამ ვიტყოდი რომ უფრო აქედან გამომდინარე გამოდის რომ მრავალფეროვანი იქნება, იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს ვთქვათ ანდერგრაუნდი, შეიძლება იყოს კლასიკა, შეიძლება იყოს რაღაცა აბსოლუტურად რაღაცა აი იგივე რელაქსი რო ვიძახთ, რაღაცა უბრალოდ ჩართული რელაქსისთვის. ესეც შეიძლება იყოს მხრივ, მაგრამ უფრო ანდერგრაუნდი, უფრო ჩემიანია. კეთილი, ჩვენ ახლა რადიო იმედის ეთერი მუსიკას უნდა დავუთმოთ და შემდგომ საინფორმაციო გამოშვებას ხომ კი? საინფორმაციო გამოშვებას უნდა დავუთმოთ და შემდგომ გავაგრძელებთ საუბარს ლიზიო არასთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია მხატვარი ლიზიო არაზი. თუკი თქვენ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ ლიზისთან დაკავშირებით ან უბრალოდ თქვენი მოწონება გნებავთ გამოხატოთ მის მიმართ, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778 SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფას SMS სერვისით. რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართია SMS კოჯი, ტელეფონი კი
19 არ 14. აჭირება თვითონ ფერწერას რომ დავუბრუნდეთ მას როგორ მიხვედით თქვენ ფერწერამდე ეს არ იყო ის რომ მხატვრების შვილები არ იბადებიან თავისთავად ცხადია დამღით რომ ისინი აუცილებლად უნდა გახდნენ მხატვრები და თქვენც არც გიფიქრიათ თავის დროზე ამაზე. თავიდან ფიქრობდი უფრო მინდოდა მუსიკოსობა და პიანისტობა ძალიან მინდოდა და იქითკენ მივდიოდი და მე დაახლოებით 13 წლის ასაკში მე უცბად მომიტრიალდა თავში და ძალიან მინდა რომ ხატვისკენ წავსულიყავი და ესე ძალიან კარგ პედაგოგთან მოვხდი და ძალიან მიხარია მხრი რომ გავაგრძელებ და ფიქრობ რომ კარგია რომ ეს არჩევანი გავაკეთე. აი თვითონ შეეხება ერთგვარად შევასავითაც გამოვა, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს მიიქნება რჩევა თუ ასე არ გსურთ რომ ჩამოვაყალიბოთ. აი პატარა ბავშვები დაახლოებით რა ასაკიდან აჯობებს რომ მიიყვანონ საგანგებოდ პედაგოგთან? მე ვფიქრობ რომ ბავშვის ფანტაზია იმდენად ფართო არის და იმდენად მრავალფეროვანი რომ ჩემი აზრით მე პირადად ჩემ შვილს რო სდომებოდა 12 წლამდე არ მივიყვანდი სადმე რომ ესწავლა, იმიტომ რომ ფიქრობ რომ მაინც ჩარევა ბავშვის ფანტაზიაში ცოტა რთული არის ჩემთვის. ხო, ბავშვები რომლებიც მე-9 სართულზე ცხოვრობენ 3 სართულიან სახლში. კი, ნამდვილად და როდესაც გუშინ წავლენ, აი ამ ბავშვებისთვის რაღაცა მე ესე ვფიქრობ. თქვენი შვილი არ დაინტერესდა მხატვრობით, ხო? არა, ჩემ შვილს აინტერესებს ბიოლოგობა და მეცნიერება და ძალიან მიხარია რომ ეს ინტერესი აქვს. თუმცა თქვენ რომელიც ნაკლებად ხატავთ პორტრეტებს, გაქვთ მისი პორტრეტი დახატული და ხო, ერთადერთი პორტრეტი მაქვს მე დახატული, მეტი არც დამიხატე, ესა ჩემ შვილის, მეტი არ მაქვს დახატული. ანუ ამის მიზეზიც არის გარკვეული, თქვენ რატო ჯერ არ ემეგობრებით პორტრეტებს? არის მიზეზი, იმიტომ რომ რასაც მე ესე ვფიქრობ, რომ მე ხატავ ჩემ განცდას და მე არ ვიცი, როდესაც გავხდები დიდი ოსტატი და შევძლებ, რომ სხვისი ემოციები იმდენად დავინახო, რომ ეს გადმოვცე პორტრეტში, ძალიან დიდი ბედნიერება. მე ჩემ თავს არ ვთვლი, რომ ჯერ ასე დონეზე ვერავარ. თვითონ სანამ ესეთ თემაზე ვარ, სადაც ბევრი ფანტაზია აქვს და სადაც შეუძლიათ დახატონ ქუდი და განაცხადონ რომ იმის ქვეშ ბეკი კახოთ, სწორად მახსოვს. არა, ქუდი არა, ქუდის ქვეშ თუ სპილო არის, ხო? რომელიც გადაყლაპა. ხო, სანამ ესეთი ფანტაზია აქვს, თქვენთვის ეს თვითონ პატარა უფლისწული ესეთი ერთ-ერთი სამაგიდო წიგნია. ნამდვილად კი. და რა ასაკში გაიცანით? ვეცანი ახლა ესე ვერ ვიტყვეს ამადამ წლის ვიყავი როცა ისე, მაგრამ მახსოვს ეს წიგნი, ბავშვური აქმედა რომ გაქვს. მე ალბათ სკოლაში როცა ვსწავლობდი არ მაინტერესებდა სკოლის პერიოდში და მე რომ გავიზარდე, მე უფრო დამაინტერესა კიდევ და ვფიქრობ რომ უფრო და ესეც არის, ეს არ არის საბავშვო წიგნი, ეს არის დიდებისთვის. ხო, ეს ასე, იმიტომ რომ მე მახსოვს მე ვიყავი 5 წლის როცა გავიცან, იმიტომ რომ სკოლაში წამიყვანის ჩემმა მშობლებმა ნაადრევად და კითხვა ვისწავლე ამ წიგნით და მახსოვს რომ მაშინ არც მე არ მოგწონდა. იმიტომ რომ არა, იცით რა, იმდენად მე ვფიქრობ, როდესაც ბავშვი კითხულობს, არაფერი არ უყურს, იმიტომ რომ იქ ისე წერია, რაც ისედაც ესე ფიქრობს ბავშვი და არაფერი განსაკუთრებული არა ბავშვის ფანტაზიისთვის, მაგრამ როდესაც მე დიდი კითხულობ უკვე ესეთი არის. ხო, ეს კი არა, სადღაც მაქვს ამოკითხული, ოღონდ არ მახსოვს რომელ მწერალთან, პატარა ბავშვი ამბობს ეგზიუპერიზე, რომ ეს ჩემი მეგობარია, მაგრამ ცოტა უცნაურია, ბავშვების არაფერი გაეგება, იმიტომ რომ გქონია, რომ ჩვენ ასე ვხატავთ. თვითონ ეს სხვა წიგნები, რომელიც იყო თქვენთვის ესეთი არუშლელი და მუდმივად რო უბრუნდებით აი ეს წიგნი, რომელიც თქვენთან არის ესეთი.
განა გადაიკითხავთ აი სულ თქვენთან არის უბრალოდ სხვათა შორის რამაც ძალიან აი ესეთი უფრო არის გამსუნის ფუათ შიმშილი ხო მე მივხვდი რომ თქვენ ამსუნის მიმართ არ ხართ ძალიან ჩემთვის ძალიან აი რამდენსაც ვკითხავ კიდე რაღაცებს ვიჭერ ხოლმე იქთან კი და ამსუნი რომელიც თვალები იმიტომ აქვს თითელი რომ ძალიან დაჟინებით უყურებდა თავის ღაპრებს და ძალიან ბევრი მზეა ეს თქვენი საყვარელი ფრაზებიდან მოვიტანე და რაც შეეხება თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა ასევე არის რომ ხელოვნება ეს არ არის თავშესაქცევი ამაში თქვენი თანხმებით რენუარს მაგრამ აი თქვენი აზრით რისთვის არის ვისთვის არის იცით რა არის მე ვფიქრობ რომ თუ შეგიძლია რამე გააკეთო ის არ უნდა იყოს მარტო შენთვის ანუ უნდა გასცე ყველაფერი რაც გაქვს უნდა გასცე როდესაც ხატავ თუ უკრავ თუ მეცნიერი ხარ იმას აკეთებ იმისთვის რომ გასცე და ამიტომ არ არის თავშესაფარი ის არის რომ გასცე მაგისთვის და თავშესაქცევი თქვენი მხატვარი თვითონ რომელია ჩემთვის ნუ ნახე ეს ცოტა რთულია თქმა რომელი არის მაგრამ ძალიან მოქმედებს ანუ დადებითად ასე ვთქვათ შაგალი ბევრი მზია იქაც რაღაცა აი ამ რა ვიცი მასშობა შაგალი მაწისი თუმცა თქვენს ტილოებზე აი ეს არის ალბათ ძალიან ხაზგასასმელი რომ არ იგრძნობა მათი გავლენა მიუხედავად იმისა რომ ხშირად ხდება ეს ამაში ალბათ ცუდიც არაფერი არ არის რომ საყვარელი მხატვარი ახდენს ხელწერაზე გავლენას მხატვრის და თქვენ შემთხვევაში არც მამას ხაზის გავლენა იგრძნობა და არც საყვარელი მხატვრების ეს მე ვფიქრობ დიდი ოსტატები გასწავლიან იმას რომ სწორედ ისინი მასაკეთებდნენ რომ თავიანთი მე ესე ვფიქრობ განცდა გადმოეცა თავიანთი აზრები თავიანთი მოქმედება არა სხვისი თავიანთი დანახული და მე ვფიქრობ სწორედ ამას გასწავლის დიდი ოსტატები და ეს მას არ ნიშნავს აუცილებლად იმ სტილში უნდა ხატავდე და თქვენი საყვარელი გამოთქმა ერთ-ერთი არის რომ სამ რამეს ვერ დამალავ ეს არის მზე, მთვარე და ჭეშმარიტება. ნამდვილად. და თვითონ ეს ჭეშმარიტება ხატვის მომენტში რამდენად მნიშვნელოვანია? მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სადაც თუ ხარ ჭეშმარიტად რაღაცისადმი ანუ რაღაცისკენ მიდიხარ ჭეშმარიტად. ანუ რაც სადაც არის ჭეშმარიტება, ის ყოველთვის დარჩება. აი თვითონ დამოკიდებულება თქვენ მაინც ინსპირაციისთვის ბევრი არ გჭირდებათ, თავარი არსებობდეს საღებავი და ფუნჯეთი. საღებავი ტილო. და ნუ ხატვის ხასიათი და განწყობაზე ხართ ნებისმიერ დროს. მზად ვარ ყოველთვის. თუმცა როცა ხატავთ არასოდეს არ ხართ ორიენტირებული იმაზე რომ ეს ვინმეს მოაწონოთ. ხო, ასე ორიენტირებული. როდესაც მოწონთ ძალიან მიხარებ, მართლა იმდენთ მიხარებ ხომ ხამეტირებას ხარულისგან, მაგრამ იმ დროს იმ მომენტში ფიქრობ რომ ის რაც მე მინდა ის გავაკეთე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ იმ ხრივ რომ როცა უკვე კოკეტობას იწყებს ნებისმიერ ხელოვანი იქ ცოტა აი სტანისლავსკის აქვს მახსოვს რომ როცა სცენაზე გამოდიხარ შენთვის უნდა ითამაშო და მაშინ აინტერესებ მაყურებელს და თუ ფიქრობ რომ აი ახლა როგორ მოვიქცე რა სიტყვის იქ უკვე დაგისვენე უკეთ მე ფიქრობ მე პირადად ის ადამიანები რომლებსაც თქვა ჩემი ნახატები მომწონს ყველა ძალიან მიყვარს იმიტომ რომ იმათმა ესე იგი თუ შეძლეს რომ დაენახათ
ის რაც მე მინდოდა მეჩვენებინეს ყო ძალიან დიდი ბედნიერება და მე ვერ მოვატყვებ ამ ადამიანებს. თქვენ მაინც არ გიზიდავთ გამოფენები, გქონდათ სულ რამოდენიმე გამოფენა. დიახ, ნამდვილად. ეს ჩემი ის არ არის. მისტრაფება რომ გამოფენები გავაკეთე. რაღაცაზე ვფიქრობ, არა გამოფენაც თქვათ არ შეიძლება რაღაცა ეს თავში მიტრიალებს რაღაცა აზრებიდან ნახოთ თუ გამოვიდა გავაკეთე. და ეს თბილისში იქნება ვიხილავთ ჩვენ. ვფიქრობ ხო, შეიძლება რაღაცა თან იქ რო იყოს მუსიკალური, თან რაღაცა რეჟისორის დანახული, რაღაცა ერთობლივი მინდა რომ თუ გამოვიდა ისეთი როგორც წარმომიდგენია, ძალიან კარგი იქნება. აი ჩვენ თბილისში შევხედეთ თვითონ ჩვენ ქალაქს და რომელსაც თქვენი აზრით რა აკლია, რა მოუხდებოდა, რა უფრო გაალამაზებდა, აი ქალაქის სიყვარული. მე ვფიქრობ, რაც აკლია არის თუნდაც ბანალურად არ ვიტყოდი, თითოეული მოქალაქის მიმართ ქალაქის სიყვარული. ანუ ეს ქალაქი არ უყვართ მის მცხოვრებს. არა, ესე უყვართ, მაგრამ მე ვიცახი აი ისე რომ გაუფრთხილდე, გაფრთხილება, სიყვარული მარტო არ არის რომ გიყვარს, გაფრთხილება არის, ზრუნვა არის. თითოეული ადამიანი მე ვფიქრობ თუ ვიზრუნებთ, ძალიან კარგი იქნება. აი თქვენი ნახატები თქვენთვის როგორ არის დამოკიდებულება? ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს და მესმის მათი ძალიან კარგად რომ მათი შემოქმედება მათთვის ძალიან წააგავს მათ შვილს რაღაც ისეთი დამოკიდებულება აქვთ და ერთმა ახალგაზრდა დედამ ერთხელ მახსოვს მითხარით როცა შვილი შემეძინა ძალიან მალე გავაცნობიერე რომ რაღაც ეტაპამდე უნდა მიმიყვანა ხელჩაკიდებული და მერე უნდა გამეშვა თუ მართლა მიყვარდა აი ნახატებთან დამოკიდებულება როგორ ელევით როცა მიდიან თქვენ არა მე ვერ ვიტყოდი როგორც ჩემშულს იმიტომ რომ ჩემშულს ესე ვინმეებს ვერ გავატანდი ვერას ვერ მივანდობდი ვერ შევაფასებდი ვერ გავყიდიდი ეს ჩემი აზრი არის როგორც შულს არ უყურებ ჩემ ნახატებს უყურებ როგორც ნახატებს ესეც რაღაცა თქვენი თავისებური ხედვის მომენტი მგონია, იმიტომ რომ თქვენში არსებობს ესეთი ოქროს წესი, რომ წამყვანმა არ შეიძლება რომ სტუმარს უთხრას უი რა კარგი და რა გადასარევი ხარ, მაგრამ მე მგონი ოქროს წესი დომილი ოქრო იმიტოა რომ ოქროს წესი არაფერს არ ღაღადებს და თუ კი რაიმეს ღაღადებს იმას რომ ოქროს წესები არ არსებობს შესაბამისად ამ ოქროს წესს წამყვანების უნდას დავარღვევ და გიტყვით რომ მგონია რომ მაინც თქვენი პირადი დამოკიდებულების არა ამბიციურობის და მიუხედავად იმისა რომ ახლა აუცილებელია იყო ამბიციური და CV-ში წერდა რომ ვარ კომუნიკაბელური საინტერესო ანუ ეს თქვენი არა ამბიციურობის მაჩვენებელია კიდევ თქვენი დამოკიდებულება თქვენი სურათების და მიმართ. აი თქვენ თვითონ როგორ გქონიათ რა არის ის სიტყვა რომელიც ხატვარმა უნდა ამოიღოს ლექსიკონიდან? ხატვარმა ამოიღოს ლექსიკონიდან რაღაცა ვერ გეტყვით ესე თუ ხატვარი ხო ადამიანია ანუ საერთოდ ადამიანმა რო ამოიღოს აი თვითონ თავის შემოქმედებაში აი როგორც სიტყვაზე ხარო ვიხალისოთ რომ მე როგორც დავარღვიე ეს უნდა წამყვანების უნდა აი ამ შემთხვევაში არის რაიმე რაღაც აი ეს თუნდაც იგივე უნდა და მინდა ეს უნდა ამოვიღო ეს არის ცოტა მართლა მიჭირს გიპასუქოთ იმიტომ სხვების მაგეროთ მე ვერ გიპასუქებ აი თქვენი დამოკიდებულება ცხადია ესეთი სიტყვა ესეთი სიტყვა რომ რაღაცა არ მიფიქრია მოდი არ მოგატყუებთ არ მიფიქრე და ვერ არ ვიცი იყოს ასე არანაირი კოლექცია არანაირი ნივთები მაგრამ არის თუ არა ხელოვნების რომელიმე ნიმუში რომლის ფლობასაც ისურვებდით ეცით რა არის ერთ თქვათ ნამუშევრები რომელიც ძალიან მომწონს მე უფრო ვისურვებდი რომ მქონდეს საშუალება რომ ნახო იმიტომ რომ მე რო ვისურვო ეს ნამუშევრები ვიღაცების საკუთრება არის და არავისი არაფერი არ მინდა ამიტომ კარგი იქნება რომ როცა რამის ნახვა მომინდება შევძლებ რომ წავიდე ნახო
ძალიან კარგი იქნებოდა. ვისაც აქვს კონტენტი მათ. დავუტოვოთ ხო? და აი თვითონ რომელიმე ტილო თუ არის ისეთი ან რომელიმე ნამუშევარი იქნება ქანდაკება რომელიც აი საკუთარი თავივით შეიძლება მოგენატროთ ხოლმე. საკუთარი თავივით რომ მომენატროს იმდავიან მომნატრებია სულთან გას. აი სწორედ ეს ვიგულისხმე მე ხო არის რომ აი საკუთარი თავი დაგეკარგება ცოტა რაღაცა ძალიან ფილოსოფიურად გადადია რომელიც ძალიან მომწონს. ეს არის ხოჩოს მამუჩების ნამუშევარი ქვია მაგაწეწილი ქალი. და გამოფენაზე რომ ვიყავ, ნუ აუვლიდი, ჩაუვლდი. ძალიან იმოქმედა, იმიტომ რომ არ მქონდა ნანახი. მანამდე ვნახე, ჩასული ვიყავი თელავში და ძალიან აი, ნუ ცოცხლად რომ ვნახე, ძალიან იმოქმედა. და რაღაცა ახლოს იყო, უცბად რომ დაინახავ აი ამ ქალის ისტორია. ძალიან იმოქმედა, მაგრამ აი ბოლო რამაც იმოქმედა. რა ის არის? მაგრამ ესე ვერ ვიტყოდი რომ აცა ყველა ნახაც ფიქრობ ალბათ თავისი ადგილი აქვს და იქ არიან სადაც უნდათ რომ იყვნენ ალბათ ესეა. კეთილი, ჩვენ ახლა რადიომედის ეთერით დროებით მუსიკას უნდა დავუთმოთ, შემდგომ საინფორმაციო გამოშვება და ამინდის პროგნოზი და ამის შემდეგ ისევ გავაგრძელებთ საუბარს ლიზი ვარასთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია მხატვარი ლიზი ვარაზი. ლიზი, შენ ჩვენ კი ვისაუბრეთ იმაზე, რომ თავარა იყოს ფუნჯი და ტილო და დრო. თუმცა ინსპირაციის წყარო მაინც ალბათ არის რაღაც. კი, რა თქმა უნდა, არის და როდესაც არის კიდევ უფრო ერთი სული მაქვს, როდის დავხატა. და უფრო ფიქრობ ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ აი გადმოცე ის რაც იმ მომენტში მე მაქვს რომ რაღაც ხებსაც გაუზიარა ეს სიხარული რაღაცა. თუმცა თუ კი არის უარყოფითი თვითონ ემოცია ინსპირაციის წყარო. უარყოფითი არ არის, იმიტომ რომ უარყოფითი როდესაც რაღაცა ყველა ადამიანში ხდება ხო, რომ რაღაცა თქვათ არა სასიამოვნო რაღაცა შემთხვევა არის რაღაცა მაშინ ყოველთვის როცა ხატავ პირიქით ვიწყებ ისე კარგ რამეებზე ფიქრს, იმიტომ რომ ამისი კიდე გადმოცემა თქვათ მე ვფიქრობ შეიძლება რაღაცა თუთისკენ წამიყვანოს რაც არ მინდა. ან თქვენ ვთქვით რომ უარყოფით ემოციაც და დადებითის ჯობია. დადებითში გადმოყვაროთ. მე მგონი ჯობია. და რომ მაინც ყოველთვის რაღაცები არის მე ხვდები რომ ეს პირიქით უკეთესობისთვის ხდებოდა რაღაცისთვის მაინც ალბათ ასეა. აი თვითონ ხატვას თავისი ტექნიკური მხარე აქვს რაც უნდა შთაგონებული იყო გიწევს რომ რაღაცა დაგრუნტვის პროცესი ხო ფონების დადება. კი, თან მე რას ხატავ იქ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ანუ ტექნიკურად ვაკეთებ რომ ბევრი ფონი იდება, რამოდენიმე ამას ხომ მოუწევს რომ რაღაც პერიოდი აუცილებლად უნდა შეშრეს რომ თქვათ საღებავების ის სუფთავი არ დაიკარგოს და ამ ვერ ვეთქვი ხოლმე მართალი გითხრათ, მაგრამ რა ვიყო. საყვარელი წერალი უბრალოდ ალბათ წიგნი უფრო ვახსენეთ ჩვენ რომ უკუნეთ ხამსუნის შიმშილი. თუმცა საყვარელი პოეტიც ალბათ გეყოლებათ, რომელიც არც ინსპირაციის წყარო ან ის რომელსაც სულ ბრუნდებით იმის მუსიკა გიზიდავთ. წყაროთ ასე ვერ ვიტყოდ, მაგრამ ჩემს საყვარელი პოეტი არის გუმილოვი. რომელიც სულ შემილია იკითხა. გამოსდიოდა ნამდვილად ლექსთან ხზვა, იცოდა ეს საქმე. და საერთოდ არის ხო რაღაც
მე ძალიან მახალისებს ეს მაგალითი ჩეხოვის რომელპირს შესიმართლე გითხრათ არ მახსოვს ერთი პერსონაჟი მეორეს უყვება რომ ჩამოვიდა ცნობილი ბანი ქალაქში სოფლიოში ცნობილი ბანი აიღო ძალიან დაბალი ნოტი ოპერაში და ვიღაცამ ამ დროს კანდარიდან დაუძახა ბრავო ერთი ოქტავით უფრო დაბალი ბასი ჰქონდა ამ დამძახებელს და აღმოჩნდა რომ იყო ეკლესიის უბრალო მგალობელი ანუ ეს ალბათ ვიზით ცხოვრება როგორ წარიმართება ეს კიდე სხვა მომენტია და ვის რამდენად ალბათ ერთგვარი გამართლება თუ რა შეიძლება ამას დავარქვათ არ ვიცი რა არის აი არიან ისეთი თქვენი აზრით რომელი აი ესეთი დაუფასებელი ხელოვანი ვისაც ერთი ოქტავით უფრო დაბალი ბასი აქვს და დაუფასებელი და შეუფასებელი ან ხელოვნების ნიმუში შეფასებული მაგაზეც მე ვერ ხვდები საერთოდ რას ნიშნავს შეფასება, ანუ ვის მიერ ფასდება, რატო ფასდება, როგორ ფასდება, იმიტომ რომ რაც ნამდვილია ის უკვე დაფასებულია და დანარჩენი ადამიანების ხედვაზე როგორ დაინახავს. თორე შეფასება მაინც რაღაც მატერიალურზე მიდის, რაც არ უნდა იყოს მატერიალური შეფასება. ეს მატერიალური და ნივთების არ ქონა, მაგრამ არის რაღაცა, რაც აუცილებელია თქვენთვის, თუმცა ეს უფრო რაღაცა პური არსობისას გავს ეს ნივთები ხო, ფუნჯები, მოლბერტი, საღებავები და მოლბერტი არ მაქვს. არ მაქვს მოლბერტი. მიხოდებული მაქვს კედელსეთი. ანუ ესეც მოლბერტოთაც იხატება. და ნივთი რომლის გარშე უკვე მერიდება ამ კითხვის დასმა თქვენი სახელოსნო ვერ წარმოგიდგენიათ არა მაინც არის ესეთი რაღაცა ხო რაც არის ანუ კარგად უნდა ისმენდეს მუსიკა და ყურსასმენებიც არა გაქვს ყურსასმენი არა იმიტომ ყურსასმენში მე ვერ უსმენ კარგად აი ჩვენ მეხეთე წინა ნაწილებს ძალიან ფილოსოფიურები ვიყავით მეტნაკლებად შევეხეთ მეტამფსიქოზსაც ანუ ხვალ ახალი ცხოვრება იქნება თუ არა ეს არჩევანი რო იყოს რომ აი ვინ იქნებოდით იქნებოდით ვინმე სხვა თუ ისევ თქვენი თავი იქნებოდით იმიტომ საკუთარი თავის პოვნა იმდენად ბევრ დროს მოითხოვს რომ მე უკვე აღარ გინდა ვიღაცა სხვა იყო ხო, არ ვიცი, მე შეიძლება ესეც მე ხო არ ვიცი, საითკენ წავალ. ანუ შეიძლება ის ვიღაცა სხვა სულაც მე ვიყო, არ ვიცი. მე ჯერ ცოცხალი ვარ, ამიტომ მე როგორ და რა იქნება, არ ვიცი, იქნებ სულ სხვანაირი გავხდე. და ესე რომ კონკრეტულად თქვა რომ ესეთი არა მაქვს. და თქვენი პასუხებიდან გამომდინარე მსმენელი ალბათ უკვე მიხვდა რომ თქვენ არ წყალობთ მაინც და მაინც სიტყვებს ხო მე ხო არც პოეტი ვარ არც მწერალი ვარ და ჩემი სიტყვები ფიქრობ ალბათ უფრო ისფერებია რასაც დეპტივას და გადმოწე და თქვენ დამოკიდებულება როცა რაიმეს იმახსოვრებთ გნებავთ ქალაქს მithuetes პარიზის მიმართ თქვენ დამოკიდებულება საკმაოდ ისეთია ხო ამ ქალაქში ბევრი დრო გაატარეთ ბევრი საინტერესო ამბავი გახსოვთ ალბათ ეს მოგონებები როგორი ლექება ფერებად სუნებად რაღაცა დეტალებად არის ესეთი რაღაცა თქვენთვის მე პირადად ისე ვფიქრობ რომ ესე ფერებად არა ეხლა ვერ წარმოვაჩენთ თავს ესეთ რომანტიკოსად არა არც ფერებად არ ლექება ყველაფერი არის ცხოვრების გამოცდილებად მე ვფიქრობ და სწავლობ ყველგან რაღაცა სწავლობ მე დღესაც მოვედი აქ თქვენ გავისწავლე ყოველი რაღაცა სწავლობ მithuetes თუ იქნება იმის საშუალება რომ ბევრი ადგილი მოინახულო ბევრგან წახვიდე კიდე უფრო მეც ისწავლე უფრო განვითარდები შენ თავს განავითარე კეთილი ჩვენი გადაცემა დასრულდა შეგახსენებთ რომ გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლიზი ვარაზი ლიზი უღრმესი მადლობა სტუმრად ბრძანებისთვის მადლობა თქვენ მადლობა ჩვენ მსმენელს ყურადღებისთვის გემშვიდობებით უსმენეთ რადიო იმედს არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე